რომელიც პროკურატურამ გაავრცელა. რა კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ? დარწმუნებული ვარ, კარგად მოისმინეთ, რაზეა საუბარი. დიახ. კი ბატონო, ჯერერთი ვერანაირად ვერ დაგითანხმებით, რომ ეს არის პროკურატურა. მოდი აქედან დავიწყოთ და ერთხელ საბუთებოდ შევთანხმდეთ რა, რატომ უწოდეთ ამ დაწესებულებას პროკურატურას? და დამოუკიდებელი სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, რომელიღაცა საქმეზე ნებისმიერ ერთ მოქალაქეს მაინც დაშა განცდა, რომ პროკურატურა არის მიუკრძალებელი, პირუთვნელი, ობიექტური თუ რა, ეს არის ჩვეულებრივი. ბატონიკა, შეგიძლიათ რამე სხვა უწოდოთ და იმით მოიხსენიოთ პროკურატურას, მე ასე ვიტყვი და თქვენ რაც გინდათ ის უწოდეთ. ბატონო, დიანა, უნდა შევთანხმდეთ, კი ბატონო, უნდა შევთანხმდეთ, მაყურებელს ვესაუბრები. კი ბატონო, მე მესაუბრებით და ჩემი გავლით მაყურებელს. დიახ. გასაგებია, ამიტომ იმ პროკურატურის მიმართ, რომლის შესაძლებლად უბრალოდ არ არსებობს ორი აზრი, ერთის გარდა, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ აი ამ პოლიტიკური შეიარაღებული ბანდფორმირების მართვის ქვეშ გულისხმობ ფარცხალაძეს, ნდობა არის ნულოვანი. და მაპატიეთ სერიოზულ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ. განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ვიხილეთ 2 დღის წინ, როდესაც დეპუტატი მე თქვენ ჩანაწერზე გესაუბრებით, თქვენ პროკურატურაზე მესაუბრებით. ანუ ბატონო, რა თქმა უნდა. ჩანაწერი ვინ გაავრცელა მე? ჩანაწერი ვინ გაავრცელა? ანუ გამავრცელებლის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე, ზოგი მასე შეიძლება რუსთავიობს არ ეთობა. ჩანაწერზე ვისაუბროთ, ეს თქვენთვის რა ტიპის ჩანაწერია? ქაბატონ დიანა, მე მეკითხებით, მე ვარ ხო თქვენი რესპონდენტი და ჩემი მოსაზრებაა და ჩემი პოზიციაა ასეთი. მტკიცებულებები ვიხილეთ, ხომ? როგორ შეიყვანეს ბატონი ჯაფარიძე და ეჭვი არავის არ ეპარება კვირა დღეს და დადგეს ის სპექტაკლი და რატომღაც 2 დღე ავთენტურობა, ასე ვთქვათ, და ექსპერტიზა ჩაატარეს, როდესაც გამოაქვეყნეს და ეს ჩანაწერი ჰქონდათ ეხლა მთელი 2 წლის განმავლობაში და ვინმე ჯერა რომ 2 წლის განმავლობაში უტარებდნენ ექსპერტიზას. მეც მაქვს ეჭვები რომ დადგეს. მეც მაქვს ეჭვები რომ დადგეს. მე გეკითხებით ჩანაწერზე, რომელიც დღეს გავრცელდა. იქ ჩვენ მეც მაქვს ეჭვები რომ დადგეს. მე გეკითხებით პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერს. ბატონო, კი, იგივე საუბრობ. არანაირი ნდობა არ არსებობს, მთელი უბედურებაც იმაშია, რომ მასტერას საუბარიც დადგეს დაცვის თანამშრომელთან. მართლაც ობიექტურად, აი რომ მოხდეს საოცრება და საქმე რომ გამოიძიონ ობიექტურად. ნდობა არის ნულოვანი. მარტო ამიტომ არის ესენი ჩამოსაშორებელნი მართვის სადავებისგან. აი ასეთი ჩანაწერების გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ისინი ცდილობენ რომ წყალი გაასხან მათ მოყანყალებულ ხელისუფლებას, რომ მოძლიერდნენ ხელისუფლებას, რომელიც არის კრიზისში და ეს გადაცემა დღეს თქვენი არ ყოფილიყო მიძღვნილი მაგალითად ხოვრავას საქმესთან დაკავშირებით და ყოფილიყო აი დღევანდელი ის თემა, რომელიც გავთ ახლა ეთერში, მაგრამ არავის აღარ ჯერა ამ ხელისუფლების, რომელმაც საკუთარი ნიღაბი უკვე ჩამოიხსნა და ამ კეთილსახიერი ნიღბის უკან დაინახა ყველა მოძალადე, დაინახა ყველა ბოროტმოქმედი ივანიშვილის ხელისუფლება და არჩევნებამდე რაღაცა 10 დღით ადრე ნაცვლად იმისა არა დავასრულებ, აი მივდივარ. ბატონიკა, მე პროკურატურის დღის წესრიგის გარეშე წვეთ რაზე ვისაუბროთ და ჩვენ რასაც ფიქრობ მნიშვნელოვნად იმაზე ვსაუბროთ, მაგალითად ჩვენ წინა გადაცემაში გქონდა საუბარი იმ ჩანაწერებზე, რომელიც გუშინ გაავრცელა პროკურატურამ და არა დღეს. გასაგებია, თქვენ ფიქრობთ რომ ეს რაღაც გადაფარვა იყო. გეთანხმებით, მაგრამ ის რომ გადაფარვა იყო, ეს შინაარს აკნინებს. არ არის გადაფარვა, არა. არავითარ შემთხვევაში ქალბატონო გადაფარვა კი არ არის, ნდობა არის ნულოვანი. 11 წლის წინანდელი საქმე, რომელზეც სკოტლანდი არც აქვს დასკვნა დადებული და გამოძიებული ყველაზე ავტორიტეტულს, ალბათ დამეთანხმება ალბათ ყველა, ხო? იმაში საგამოძიებო ორგანოს 11 წლის თავზე რომ საუბრობენ, ამაზე უხერხულია, როდესაც 11 თვის წინანდელი საქმე არ აქვს. გახსენდა პირიქით დანაშაულზეა ჩადენილი. უხერხულია ბატონიკა. უხერხულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 10 წლის წინანდელზე ვინმე არ მოვისმინოთ რამე ახალი. ან ეს საქმეებიც არ მივიდეს ბოლომდე. ეს არ აკნინებს, თუმცა უხერხულია, გეთანხმებით, იმიტომ რომ სხვა ტიპის კითხვებზე პასუხს ვეძებთ ჩვენ. არანაირი მორალური
ხალბატონო დიანა, არა, მესმის, მაგრამ ისევ დაუბრუნდები და გავმეორდები. მთელი უბედურება რაშია? მართლაც სიმართლის თქმა რომ მოუწიოს, პროკურორს აღარავის აღარ ჯერა. წარმოიდგინეთ, რაიკადრეს დეპუტატი გვარადი ჯაფარიძე შეიყვანეს კვირა დღეს დადგეს ის სპექტაკლი, მე უნდათ გასაღება თითქოს ეს იყო რეალური ჩანაწერი, არავინ ეს არ დაიჭირდა, პირიქით უბძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ. და ეს ყველაფერი პროკურატურამ, თქვენ რო უწოდეთ, πρოკურატურამ გააკეთა და ამ პროკურატურის ახლა ვინმე დღეს ჯერა? დიახ ბატონიკა, პროკურატურას უწოდებს სასამართლოს თქვენ პოლიტიკოს და ასე შემდეგ, ყველას უწოდებ ყველაფერს. ბატონიკა, როგორ ფიქრობთ, დღეს ამ ჩანაწერების ჩვენებით ხომ არ იყო პოლიტიკურ პროცესში ასეთი მესიჯის შეტანა, რომ ჩვენ კი გვაქვს კრიზისი, არ გამოვიყურებით კარგად, მაგრამ აი ვისი მობრუნების შანსი არის ამ ქვეყანაში, თუ ჩვენ აღარ მოგინდებით. ეს მესიჯი ხომ არ გამოუშვა პროკურატურამ. კარგად იცით. გავიგეთ, არ გეჩვენებათ ხალბატონო დიანა, რომ ჩემზე მეცაუბრობთ. მე ვარ თქვენი რესპონდენტი, თქვენ ხო არ ხართ ჩემი რესპონდენტი, მაცადეთ შეიძლება ვისაუბრებ. გისმენთ. ხალბატონო დიანა, ესეც ძალიან უხერხულია. წინა ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ნახევარზე მეტი წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ყველა დონეზე, ყველა სახელმწიფო შტოში ყავთ მათ. არ არის ეს უხერხული? სასამართლო ხელისუფლებას გულისხმობ, აღმასრულებელ ხელისუფლებას გულისხმობ, მათ შორის თვითმმართველობის დონეზე, იქ საერთოდ საოცრება ხდება და საკანონმდებლო დონეზე. აქაც არანაირი უფლება არ აქვს მორალური ისაუბრონ. იქ სადაც მართლა გასაკრიტიკებელი იყო წინა ხელისუფლება, ამაზეც ვერ უნდა იღებდნენ ხმას, იმიტომ რომ ყოველი მეორე ადამიანი, ვინც წინა 9 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, მათთვის სადავებთან ყავთ მათ. და მაპატიეთ, ანუ ეხლა თქვენ კითხვას რომ უპასუხო კონკრეტულად, რას მეუბნებით, რომ ის ადამიანები ყავთ, გვერდი ისინი მართავენ დღეს ქვეყანას, ხო? ის ადამიანები, ანუ ვინც მათ არ მოწონდათ. და ამ კარტსაც ვერ ათამაშებენ, ამ კომბინაციასაც ვერ ათამაშებენ, ხახდო. გუშინ ჩვენ ვიხილეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ტელეკომპანია იმბეთში, რომელმაც თქვა, თურმე ოპოზიცია შექმნა ფარცხალაძისგან რაღაცა მითიური ფიგურა და არ არსებობს ფარცხალაძესთან დაკავშირებით სერიოზული არგუმენტი, რომ იგი იქნეს როგორც მინიმუმ დაკითხული ან დაბარებული დაკითხვაზე. აი ამის შემდეგ რაზე უნდა ვესაუბრო? ან ბატონ, არ ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარეს, ან ბატონ კალაძეს, ან ქალბატონ ბესელიას, ან მურუსიძეს. არ ესაუბროთ ბატონიკა, დატოვეთ პარლამენტარის მანდატი, არ ვიცი, თქვენ გადაწყვიტეთ, არ ესაუბროთ. მე მაინტერესებს ეს რა გამოხდომარი ხა? ეს რა არა, იმიტომ რომ მე მიკრძალავ პროკურატურას მოვიხსენიოთ და არა, როგორც ეს რა გამოხდომა იყო, ხალბატონო, არა, როგორც საპარლამენტო დარბაზში უნდა ვიბრძოლოთ, როგორც თვითმმართველობაში, საკრებულოს ხსოვანათა დარბაზებში და ასევე ყველა ფრონტზე. თქვენი აზრით ბატონიკა, პროცესი, კრიზისი თქვენ ახსენეთ, კრიზისული ვითარება, ამ ვითარებაში პროცესი ვის სასარგებლოდ მიდის, იმიტომ რომ მაინც წინასაარჩევნო ვითარება, მაინც ეს ჩანაწერებიც პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს მოსახლეობა ამ ქვეყნისა 28 ოქტომბერს ძალიან მშვიდად, ორგანიზებულად და მტკიცედ საარჩევნო ურნებთან. და რაც არ უნდა სპექტაკლები დადგას იმ გუნდმა, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ყველა მიმართულებით უღრმეს კრიზისში, ნაცვლად იმისა, რომ საუბრობდნენ გაღარიბებულ მოსახლეობაზე, ნაცვლად იმისა, რომ საუბრობდნენ გაუფასურებულ ლარზე, ლართან დაკავშირებით რა ხდება, ხო ხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ საუბრობდნენ ინფლაციაზე, ანუ ფასების ზრდაზე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ცაში ვარდება. აი ხა იგონებენ ამასთან დაკავშირებით არაფერი სათქმელი არ აქვს, დგამენ სპექტაკლებს, მაგრამ მათი უბედურება რა არის, იცით? გაიშიფნენ და არავის აღარ სჯერა და კალენდარზე რომ 2018 წელია რჩება ზოგჯერ შტაბ-ბიჭდება, ესეც ავიწყდებათ. გავიდნენ მოსახლეობასთან და მოსახლეობას დაელაპარაკონ უშუალოდ და მათგან მოისმინონ რას ფიქრობენ მოსახლეობა მათთან დაკავშირებით და იმ არანორმალურ რაღაცა დადგმულ, შეთხზულ საქმებთან დაკავშირებით არჩევნებამდე 10 დღით ადრე სერიოზული კომენტარის გაკეთება წარმოუდგენელი არის. ბატონიკა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ფარგლებში ვინმე
დღეს კახი კალაძე საუბრობდა რაღაც თქვენს მიერ მოთხოვნილ ნებართვაზე, როგორც წესია ეს, როგორც ხდება ხოლმე ტექნიკურად, აქციების გამართვის თაობაზე და გაფრთხილება იყო მისი მხრიდან, ის 2 დღეა გამუდმებით საუბრობს, რომ რაღაც კანონი ხელი არ წაგიცდეთ და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, რა ტიპის მესიჯი მოდის, რაზეა ეს გათვლილი? ეს არის ადამიანი, რომელმაც დადგა და ნახეთ ჩვენ ყველამ ყურცხელი, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფება კრიმინალურ სამყაროსთან, ეს არის იმ ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც ემუქრება ოპოზიციას თავში ჩატყვით და ასე შემდეგ. დღეს საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბმა რომ დაგეგმა კამპანიური შეხვედრა პოტენციური კამპანიური შეხვედრა თბილისში, რომლის თაობაზე ეცნობა ოფიციალურად დედაქალაქის მერიას, როგორც წესი და რიგია, ეს ყოფილა თურმე რაღაცა ყურადღების გამახვილების საგანი ბატონი კალაძისთვის. მე მოგახსენებ რახან ძალიან აინტერესებს ბატონ კალაძეს. დიახაც, რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა ასეთი კამპანიური შეხვედრა თბილისში არჩევნებამდე, ჩვენ გვეგმავდით, მაგრამ საარჩევნო შტაბმა მიიღო შეცვალა გადაწყვეტილება და ამ რიცხვებში 18-19-20 თუ არ ვცდები, ხო? კამპანიური შეხვედრები ნაცვლად თბილისისა იმართება დასავლეთ საქართველოში. ფიზიკურად ბატონი გრიგოლ ვაშაძე ამ რიცხვებში თბილისში არ იქნება. ეს არის და ეს ელემენტი და აბსურდის ხარისხი რამხელარი ხახნო ნაცვლად იმისა რომ საუბრობდნენ იმ უგრომეს პრობლემებზე, რომელიც წინაშე დგას საზოგადოება, მოსახლეობა, რაზე ამახვილებს მილიონნახევრიანი დედაქალაქის მერი ყურადღებას. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. დიდი მადლობა. ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენი შემდეგი სტუმარია ირმა ნადირაშვილი ევროპული საქართველოდან.